ხდება ხალხნო აქ, მაგრამ სილამ ლელა ვარ გოგო. ლელა გამარჯობა, კარგად მეგობრებო, წეგან ვეღარ დავამთავრე, მოკლედ და ესეთი რაღაცები ხდება, შეხედეთ. ჩემი მეგობარი არის MasterChef-ის მონაწილე, მოკლედ და რაც MasterChef-ში წავიდა ხალხნო, გაგიჟებულია ასეთ რაღაცებს აკეთებს, აი ასეთ რაღაცებს. ამ ხურუშტი ხო? ასეთ რაღაცებს აკეთებს და თან არ ეზარება, სულ მიკეთებს ხოლმე ესეთ რაღაცებს და მე რა შვები, არც მე არ მეზარება და მეც მოვდივარ და მეც არ ვაწყენინებ ხოლმე, რასაც მიკეთებს ყველაფერს ვჭამ. ვინა აფერისტი და ყალბი ჰაუსშიო. ნომერ პირველი ბონდო. ნომერ მეორე ბონდოს ქალი ვერსია ლელუ. ნუ რა თქმა უნდა ზუკა გუგა, სირცხვილები თავიანთი იმის რა ქვია, ქუთაისელობას რო იბრალებენ და სინამდვილეში ქუთაისიდან კი არა გამოქვაბულიდან არიან ისეთი უზრდელები და უტიფრები არიან. საერთოდ არ იციან მოქცევა და რაღაც და არიან ამ ქუთაისის სახელს ამოფარებულები. მარიამი არის მან ყველაზე გულწრფელი ადამიანი, ხა სხვა თემაა, რომ მარიამი მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, გემოვნების საკითხია, რა თქმა უნდა, მაგრამ რო არ თამაშობს ერთი ეგ არის, მე მგონი, ნამდვილი როგორიც არის ისეთი. ლორენცო თავისთავად არის ნომერ პირველი სტრატეგიული და ფსიქიკურად და მენტალურად ძლიერი ადამიანი, ვინც ნამდვილად თქვენც ხედავთ და მეც ვხედავდით, რებს უძლებს ხალხო, რებს უძლებს. ჯერ მარტო ბონდოს და მერე ბონდოს ხო ჩამოხსნა ნიღაბი, ეხლა ამ ზუკა გუგასაც ჩამოხსნის ნიღაბს, არანაირი ალალი ბიჭები ეგენი არ არიან. ყველაზე აფერისტები ბონდოს მერე. მეც მე ვასები ჩემო ასაკით უმცროსო ვიღაცა ხარ იუზერ რაღაცა. ონლაინში ხარ? ლაივზე რო ყავს ფერიკაბა მეცვა, ეგ არის გამოწერილი ჩინეთში არის ნაყიდი. იმედია მარიამი და ჯავახა შერიგდებიანო, იმედია მეგობრებო, რა ვიცი, მეც ვერთობი მაგ love story-ით. ჰაუსში იმიტომ არ ვარ, რომ ჰაუსიდან გამოვედი ხალხნო, მიხვდებოდით, რომ ეს ჰაუსი არ არის. ბევრად მშვიდ და კაი გარემოში ვარ. აუ, ზოდიაქოებზე მეკითხებოდით ხოლმე, მე ვარ ზოდიაქოთი მორიელი. კატაზე ნამყნობი მორიელი, როგორც შემარქვეს ედითებში. ხო, მარიამზე და ჯავახაზე მეკითხებით ხოლმე. ეს გამომართვი. ნახეთ რა მომიტანეს, ვაიმე, მოკლედ. ჩემი MasterChef-ი პირადი. Cheers. პირადი MasterChef-ი, მოკლედ თქვენ გაგიმარჯოთ, მეგობრებო, ახალი წელი მოდის ახლა ძალიან ბევრი უნდა ვიმხიარულოთ. Тух. მუზებს ხალხნო ლელუ იყენებდა თავის სასარგებლოდ. მუზებს არაფერს არ ვერჩოდით ჩვენ. უბრალოდ განსხვავებული გოგოები რახან იყვნენ, მათ მანერებზე და ქცევებზე ვაკეთებდით ხოლმე. პაროდიებს, სულ ეს იყო პაროდიის გამო იუმორისტებმა დამსვეს აუთსაიდერად. მეტი აფერისტობა და მეტი ის რაღა გინდა ხალხო, ანუ მათ ჰქონდათ მარტო ექსკლუზივი ხუმრობებზე, მე არ შემეძლო ხუმრობა. ხვდებით ხო რაშია საქმე? აი გარი აფერისტობის პიკი, სხვა არაფერი.
არა, ბონდოს მერე ლელუ არა, ზუკა გუგა არიან ყველაზე მეტი აფერისტები. ლორენცო ბონდოს ხო ჩამოხსნა ნიღაბი. ეხლა კოალიციის ლიდერებს ზუკა გუგასაც ჩამოხსნის, მალე ნიღაბს. არა, უკვე ჩამოხსნა და გაირკვევა მან ვინ არის და ვიღაცები ღიზიანდებიან მე რო თქვენთან მოვდივარ ლაივებში და გეჭორავებით ლელუზე და ბონდოზეა საუბარი ხალხნო და რა ვქნა აღარ გელაპარაკოთ რახან ბონდოს და ლელუს არ უნდა რო გეჭორავოთ ხოლმე თუ გამოვიდე ხოლმე ლაივში და წაგეჭორავოთ ეს რაღაცებს მიმზადებს ჩემი მასტერ შეფი ეკუშ გამიკეთე რა მარი ჩემი არავინ არ არის, არც ვიცნობდი. იქ გავიცანი ჰაუსში და ვარ ახლა მარის გულშემატკივარი და მარის ვალეში ყობ და გულშემატკივრობ მარიამს. დიასას მართლა უყვარს თუ არა ლელუ, ეს მარტო დიასამ იცის. როგორ? Როგორ? უყვარს გოგო. She wanna albert he wants gets in her pants. Რაღაც ბოდი. აუ! ანუ უყვარს. უყვარს არა ისაო კიდე. მე დიდი ეჭვი მაქვს რომ ეს ზუკა გუგა თავის სასარგებლოდ იყენებენ მაგ ამბავსაც ლელუს და დიასას თემებს. ფარდი არის ხვალ. წოულება არის ხვალ 4 შაბათობით გვაქვს ხოლმე და 5 შაბათს გადიოდა მერე. ეთერში გადაცემა და მარიამი ძალიან მომინადრა. აი ხლა კი მინდა წასვლა, მაგრამ ისევ იმ ტოქსიკურ გარემოში ისევ ბონდოს დანახვა არ მინდა. ვაიმე. შეიძლება რაღაცა ცოცხალი გველი გადავარტყა მაგათ. კიდე კარგად ვერ გავლანძღე ბონდო. Stay cold. დღეს არის წითელი დროშების დღე კი და მაგდოს ლაივი გაითიშება YouTube-ზე, იმიტომ რომ გადაცემისთვის იყოს ექსკლუზივი. კი ბატონო და ძალიან ახელვებულები არიან, ძარწმუნებული ვარ. ხო და ხო არიან ღირსები, წავიდე ხვალ ჰაუსში და იქიდან ჩაგერთოთ ლაივში და იქიდან გეჭორაოთ. ხო არიან ღირსები. უჩემოდ მოსაწყენი ხალხო არის იმხედავ სულ თქვენთან ერთად ვარ წარმოდგენილი. წავედი რაღაცა ლამაზი რაღაცები უნდა გაჩვენოთ აი ეს თინაძრის ხე მაგალითად და ლამაზი. მე რამე ჩართავენ ლაივს კი. გადაცემა, ანუ დღეს არის წითელი დროშების გადაცემა და გადაცემა არის თვითონ, ანუ ცერემონია. და გადაცემას აწყობენ და გავახვალ. მარი და ჯავახად, მეც მინდა რომ შერიგდნენ, ძალიან გულშემატკივრობ მაგათ ორივეს. ძალიან კაი love story-ა. რა ვარდებს მიგზავნიან, მე ძალიან დიდი მადლობა ვარდისთვის. 5 ვარდი მაქვს უკვე. პროექტი რატო დატოვეო, ესე გადაწყდა. რაღაცა ბურთი გამომიგზავნეს კიდე გული. ეს რებია, ეკუშ. აბა. რაღაცა ვარდები და გულები და ფასიონი ვარდები. რა, ვიყარხარ. მეც მიყვარხართ. ზოდიაქოებზე მეკითხებოდით, ხაღნო? ჯავახა არის ლომი ზოდიაქოთი და მარიამი არის ვერძი, ორივე ცეცხლის ნიშანი და ეხლა ეგენი რომ ძალიან ბევრჯერ შერიგდებიან და ძალიან ბევრჯერ გაებუტებიან ერთმანეთს ორი ცეცხლოვანი ზოდიაქო იცით ხო ალბათ მიხვდებოდით. სუპერნოვა არ არის გვარი, არის კოსმიური მოვლენა.
გოგრის თესლი გვაქვს აგერ წარმოდგენილი. მეგობრებო, ეხლა წავედით ჩემ მეკუშას მედო და მე კიდე შემოვალ ლაივში. ნის გეხვევით და ეხლა დავუჯერო ბონდოს და ლელუს და აღარ გეჭორაოთ თუ გეჭორაოთ ხოლმე. ისეთი რაღაცები გავიგე მაგაცე, ისეთი რაღაცები გავიგე, მე შოკში ვარ, მართლა ოღონდ.